მოგესალმებით. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და გილოცავთ ღვთისმშობლობას დღევანდელ დღეს, ღვთისმშობელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო დღეს აქ თქვენთან ერთად, ვიყო კახეთში. ეს არის მხარე, რომელიც საუკუნეების მანძილზე იდგა, დგას და ყოველთვის იდგება საქართველოს სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე. მხარე, რომელიც განასახიერებს საქართველოს ძლიერებას და სიმამაცეს. ასეთი გაუტეხელი, ერთგული ადამიანების გვერდით დგომა ჩემთვის ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ძალაა. მე დღეს თქვენთან ერთად ვარ ილია ჭავჭავაძის სამშობლოში, რომელმაც ყველაზე მძიმე დროს, საკვანძო მომენტში, საკუთარი სიტყვით, საქმით, კალმით ნამდვილად გადაარჩინა საქართველოს გარუსებას. დაიცვა ჩვენი ეროვნული იდენტობა და საფუძველი ჩაუყარა ევროპული თანამედროვე საქართველოს იდეას. ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში. ჩვენ ვართ დღეს საქართველოს ეროვნული გმირების, შინდისის გმირების სამშობლოში. და მე დღეს აქედანაც, კახეთიდანაც მინდა ბიძინა ივანიშვილს გავაგონო ჩვენი ხმა, რომ კახეთი, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, რომ საქართველო მტრების წინაშე, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ბოდიში მტრის წინაშე მოსახდელი არ აქვს. შეუძლებელია სახელმწიფო ვაშენოთ იდეის გარეშე. შეუძლებელია სახელმწიფო ვაშენოთ იმ იდეის გარეშე, რომელიც ამოძრავებდა პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული საქართველოს იდეა. სწორედ პრეზიდენტი სააკაშვილის ძალისხმევით მთელმა მსოფლიომ გაიცნო ძალიან დიდი საოცრება პატარა სიღნაღის სახით. პრეზიდენტი სააკაშვილის ძალისხმევით დაინერგა სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ახალი პროგრამები. კახელმა მეწარმეებმა დაიწყეს ევროპული ბაზრის ათვისება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათობით სკოლასა და საავადმყოფოს, ათობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მოხდა თელავის უნივერსიტეტის მოდერნიზაცია. ეს იმ პროექტების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რამაც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის ქართული საოცრება შექმნა. ჩვენ ვარდების რევოლუციის იდეას, დამოუკიდებელი, წარმატებული, ერთიანი საქართველოს იდეას, რომლის ნგრევას და მიტაცებას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ბოლო 12 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ხელახლა სული უნდა ჩავბეროთ. ახლა, როცა ევროკავშირში გაწევრიანება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ჩვენ ერთიანობით ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. სწორედ ევროპაშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ევროპაშია რეალური და არა ყალბი, მოჩვენებითი მშვიდობა, რაზეც ივანიშვილი საუბრობს და რომლითაც ის წინასაარჩევნოდ სპეკულირებს. ევროპაშია დაცულობა და სტაბილურობა. ევროპაშია ღირსეული ხელფასები, ღირსეული პენსია. ევროპაშია ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი ჯანდაცვა. ევროპაშია 14 მილიარდიანი გაწევრიანების ფონდი, რომელზეც წვდომაც საქართველოს მიეცემა გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის მომენტიდან. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია ავაშენოთ სკოლები, საავადმყოფოები. როდესაც ათასობით ბავშვი დღეს სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის სწორედ საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. განსაკუთრებით აქ, კახეთში, თქვენ ყველაზე კარგად იცით, როგორი დაუფასებელია დღეს ამ ხელისუფლების პირობებში შრომელი ადამიანის შრომა. როგორი დაუფასებელია მევენახის შრომა. მევენახისთვის რთველი, ყურძენი, ვაზი, ეს არის მისი სულის ნაწილი. მისი ყოველდღიური შრომის ნაყოფი, მისი სიამაყე და სიმდიდრეა. ამ დროს კი სახელმწიფოს მიტოვებული ყავს მევენახე. მიტოვებული ყავს კახეთი და კახელები, რადგან კორუფციის და თვითგამდიდრების გარდა დღევანდელ მმართველ ელიტას ნამდვილად არაფერი აინტერესებს.
ჩინოვნიკები მდიდრდებიან, მევენახეებს კი სიმწრის ცრემლებით უწევთ რიგებში დგომა ყურძნის ჩასაბარებლად. გპირდებით, ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას თითოეულ მევენახემდე. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას აქ კახეთში და საქართველოს თითოეულ რეგიონში. ეს არის ჩვენი დაპირება, რომელსაც გპირდებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე განვახორციელებთ, რადგან მოლაპარაკებები ევროკავშირთან მერწმუნეთ ერთი ხელის გაწვენაზეა და დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, ხელისუფლების ცვლილებაზე 26 ოქტომბერს. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, რომელიც სახელისუფლებო კლანების გამდიდრებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ინდივიდუალური მევენახის, მეწარმის, ფერმერის კეთილდღეობას ემსახურება, მათ გაძლიერებას, მისთვის ახალი ტექნოლოგიების მიწოდებას, მისი პროდუქციის ხარისხის და წარმოების გაზრდას. ჩვენ ჩავდებთ დიდ ძალისხმევას სოფლის მეურნეობის და მევენახეობის, მეღვინეობის ასაღორძინებლად. 16 ტრილიონიანი ევროპული ბაზარი, რომელიც 10-ჯერ აღემატება რუსულ ბაზარს, დიახ, სწორედ ევროპული ბაზარი ფართოდ გაიხსნება ქართული ღვინოსთვის და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. საქართველოში ამოქმედება ევროპული სტილის სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც ევროპული განვითარების ქვაკუთხედია. სანქციების მოლოდინით შეშინებული შუშის უკან დამალული, დამფრთხალი ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და სიღატაკის მეც არაფერს უქადის, სწორედ ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები იქნება სწორედ შესაძლებლობა, რომ საქართველომ უარი თქვა სიღატაკეზე იზოლაციაში და აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა. დიახ, მე მჯერა, ევროპელი ქართველი ხალხი ამაყად 26 ოქტომბერს სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე გიორგი ბოტკოველს, რომელსაც კახეთში წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო კახელებო. ეხლა გიყურებთ სახეებზე და დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესი თქვენგანი უკვე დილით ნაშრომები ხართ და დიდი ჯაფა გაქვთ გამოვლილი. ჩვენ სიმბოლურად ვიმყოფებით ილია ჭავჭავაძის ფაქტობრივად მამულებში. ადგილზე, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ამაყობდა ამ ლამაზი თებით, ამ ლამაზი ბუნებით. ილია ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თქვა, თუ რას ნიშნავს ევროპა, რას ნიშნავს ევროპული განათლება, რას ნიშნავს ევროპული კეთილდღეობა. სიმბოლურია ასევე, რომ ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, სადაც სულ რაღაც რამოდენიმე ასეულ მეტრში არის მიხეილ სააკაშვილის მარანი. ეს მარანი არის რატომ იცით? ეს მარანი არის იმიტომ და შექმნა იმიტომ, რომ მას სწორედ აი ამ მარნით, ამ ადგილმდებარეობით პოპულარიზაცია გაეკეთებინა ჩვენი ღვინის. იქ ჩამოდიოდნენ და დარწმუნებული ვარ, ჩამოვლენ კიდე ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტები, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები, კონგრესმენები, ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი ჩამოდიოდა, აქ აგემოვნებდა კახურ ღვინოს და შემდეგ გაქონდა ეს ინფორმაცია თავის სამშობლოში. სწორედ ასე უნდა მიუდგეს პასუხისგებლიანი ხელისუფლება ხალხთან დამოკიდებულებას. სწორედ ასე უნდა იზრუნოს დარგის განვითარებაზე. აგერ არის წარმოდგენილი ჩვენი გეგმა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ჩვენ თქვით, რომ აბსოლუტურად ყველა ოჯახში შევიტან ჩვენ გეგმას, თუ როგორ შეიძლება, რომ რეალურად შრომას კონდეს ფასი, თუ როგორ შეიძლება კახეთში მოწეულ ყურძენს კონდეს ფასი. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ფასს არ უნდა აწესებდეს. ხელისუფლება არ უნდა გამოდიოდეს და თავისი მაფიოზური კლანის გამდიდრებისთვის არ უნდა იძახდეს ფასს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შემდგომ სპირტად აქციოს კახური ღვინის მოსავალი, კახური ყურძნის მოსავალი და გამდიდრდეს ისევ ივანიშვილის ოჯახი, ისევ ივანიშვილის კლანი, არა. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პოპულარული გახდეს კახური ღვინო.
და პოპულარობა ნიშნავს იმას, რომ მეტი საოჯახო მეურნეობა უნდა შეიქმნას, მეტი საოჯახო მარანი უნდა შეიქმნას. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ კახელი მევენახე ქარხანაში ყურძნის ჩამბარებლის ნაცვლად უნდა ვაქციოთ მეწარმედ, წარმოებლად, რომელსაც ექნება ღვინო, რომელიც იქნება პოპულარული და რომელსაც გაიცნობს მთელი მსოფლიო. სწორედ ამაზე ზრუნავდა და ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი. მე დარწმუნებული ვარ მას და თითოეულ ჩვენთაგანს გვექნება ამის შესაძლებლობა და ჩვენ დიახ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, კახეთში ღვინის მოსავალი, ყურძნის მოსავალი, ყურძნის ფასი, კაწითელის შემთხვევაში უნდა იყოს მინიმუმ 2 ლარი და 2 ლარი და 50 თეთრი. საფერავის შემთხვევაში უნდა იყოს მინიმუმ 3 ლარი, 3 ლარი და 50 თეთრი. როგორ შეგვიძლია ეს? ჩვენ შეგვიძლია ეს აი ამ პროცედურების, აი ამ ღონისძიებების გატარებით, როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ ევროკავშირიდან მოვიზიდოთ მინიმუმ 120 მილიონი დოლარი პირველივე წელს, რითიც ჩვენ შეგვეძლება დავაფინანსოთ მინიმუმ 2000 მცირე საწარმო, გლეხის საწარმო და არა იმ გაზუნუქებულების საწარმო, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გამდიდრებისთვის იბრძვიან და არა გლეხისთვის და არა მევენახისთვის და არა იმ შრომელი ადამიანისთვის. ჩვენ გავატარებთ ამ ღონისძიებებს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ტრადიციული ქვევრის ღვინო გახდება ყველაზე პოპულარული ღვინო მსოფლიოში და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოზე ლაპარაკობდეს, ქართულ ღვინოზე ლაპარაკობდეს, ქართული ღვინის დაგემოვნების სურვილი კონდეს უფრო მეტ ადამიანს ვიდრე დღეს აქვს. და ამ ყველაფერს შევძლებთ, რა თქმა უნდა, იმ წინაპირობით, რომელიც წინაპირობაც შექმნა ჩვენს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც შექმნა აი ეს გარემო აქ, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ აქ ბევრ ადამიანს ახსოვს, როგორ ვაშენებდით ილიას ტბას, როგორ ვაშენებდით ამ ინფრასტრუქტურას, როგორ ვაშენებდით ძალიან ბევრ რამეს კახეთში. აი პირდაპირ არის ილია ჭავჭავაძის ძეგლი. ილია ჭავჭავაძემ თქვა ერთი რამ და რატომ გვინდა ჩვენ ევროპა. სწორედ მე-19 საუკუნეში დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ევროპა არის გაცილებით წინ წასული, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრი სიკეთისა და მადლის მყროფელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა. სწორედ ამიტომ ამბობდა ილია ევროპას და სწორედ ამიტომ ამბობდა ილია თავარს. ეს ერთი მუჭა ხალხი რამ შეგვინახა? ხმალმა, ვაზმა და გუთანმა. ჩვენ არ გვეზარება შრომა, ჩვენ არ გვეზარება ყოველდღიური გარჯა იმისთვის, რომ არა მარტო საკუთარი ოჯახები შევინახოთ, არამედ იმისთვის, რომ შევქმნათ სახელმწიფო დოვლათი, რომელიც დოვლათიც სწორედ იქნება ჩვენი ქვეყნის გზა, მთავარი გზა ევროკავშირისკენ და ევროპაში ინტეგრაციისკენ. დიდი მადლობა. ახლა სიტყვა მინდა ვთხოვო ჩემს მეგობარს, კახელს, ცოტა იქითა კახელს, ლევან ბეჟაშვილს. გიზიყელ კაცს. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით კახელებო. ჩემთვის პატივია დღეს მოგმართოთ სწორედ ამ ადგილიდან ილიას ტბაზე ვიმყოფებით და სიმბოლურია ეს არჩევანი. სიმბოლური არჩევანი, რომ დავანახოთ საქართველოს, სად ვიყავით ჩვენ 2012 წელს, როგორი პრეზიდენტი ყავდა ამ ქვეყანას, როგორი ხელისუფალი ყავდა ქვეყანას და ნახოთ დღეს რა ვითარებაშია ქვეყანა, რა განსაცდელშია ქვეყანა და როგორ უნდა ვიხსნათ ამ განსაცდელისაგან და ნათელი მაგალითია თუ როგორ უნდა იღწვოდეს ხელისუფალი ქართველი ხალხისთვის, კახელისთვის და ყველა ძალიან კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი, როგორ ჩამოდიოდა ყვარელში ყოველ მეორე დღეს, რომ ენახა როგორ ხდებოდა ილიას ტბის მშენებლობა, როგორ ხდებოდა ყვარლის განახლება, როგორ ხდებოდა სიღნაღის აღშენებლობა, როგორ ხდებოდა თელავის განახლება და რეაბილიტაცია. და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს აი ეს პერიოდი, როცა კახეთს და მთელ საქართველოს ქონდა იმედი, ქონდა პერსპექტივის განცდა, რომ ამ ქვეყანას ყავს პატრონი, პასუხისმგებლიანი ხელისუფალი, რომელიც ხალხის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. და დღეს რას ხედავთ ჩვენ? ხედავთ, რომ ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ რუსი ოლიგარქის და რუსი ოლიგარქების და რუსეთის მთავრობის დავალებებს ასრულებს. და როდესაც საუბარია დღეს სანქციებზე, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებზე, იმ სანქციებში პირდაპირ წერია,
რომ ივანიშვილი ხელს უწყობს დაამყარა კავშირი რუს ოლიგარქებთან და ხელს უწყობს საქართველოში რუსული გავლენების გავრცელებას. აი ესეთი ხელისუფალი ყავს დღეს. დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც კლანური კორუფციული ინტერესებით მართავს ქვეყანას და ყველამ კარგად ვიცით კახეთის მუნიციპალიტეტებში როგორ ხდება კორუფციული ფურის დალექვა კონკრეტული ბიზნესმენების და კონკრეტული ბიზნეს კლანების ჯიბებში და ინტერესებში. და აი ეს ყველაფერი ჩვენ უნდა აღმოფხვრათ 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს უნდა დავიბრუნოთ ყველა ჩვენთაგანმა საქართველოს, იმიტომ რომ დღეს ქვეყანა არის მიტაცებული ოლიგარქის და მისი მართველი პარტიის და მართველი კლანების მიერ. ეს ქვეყანა უნდა დაუბრუნოთ, საქართველოს უნდა დაუბრუნოთ ხალხს. ამ ქვეყანას უნდა დაუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს წყდება საქართველოს მომავალი, საქართველოს ბედი და ეს არ არის პარტიული არჩევანი. ეს არის სწორედ რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს მომავალსა და აი ამ იზოლაციას შორის ნათელი არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს მთელი საქართველო მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, აირჩევს ევროპულ პერსპექტივას, იმიტომ რომ სხვა გზა, სხვა განცდა ჩვენ არ გაგვაჩნია, სხვა უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით რა არის რუსული მმართველობა, ვიცით რა არის რუსული იზოლაცია და 30 წელი ჩვენი გმირები, ჩვენი ეროვნული გმირები, ჩვენი ვეტერანები, ყველა ჩვენთაგანი ამიტომ არ ვაშენებდით ამ ქვეყანას, რომ ისევ რუსეთის იზოლაციაში დავბრუნდეთ. ჩვენ შვილებს ჭირდება მომავლის პერსპექტივა, მომავლის განცდა. ამიტომ ვარ ჩვენ დარაზმულები ამ 12 წლის განმავლობაში და ვართ ამ ბრძოლაში რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. დღეს ბევრმა გაიღვიძა, ბევრმა დაინახა ამ ხელისუფლების რეალური სახე, რუსული ოცნების რეალური სახე. ჩვენ ახლა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ ყველა ძალა გავაერთიანოთ. იმიტომ ქვია ჩვენ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში გავაერთიანოთ მთელი საქართველო. ამ 12 წლის განმავლობაში ხელისუფლება ყოფდა, ივანიშვილი ყოფდა. ნაცი, კოცი, ლელო, გახარია, სხვა პარტიები უნდა დასრულდეს. ეს ქვეყანა არ არის დასაპირისპირებელი მოედანი და ტატამი. დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ კახელებს ეს მოგვეხსენება ყველაზე მეტად, მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში ქონდა დიდი გამარჯვებები მტერზე. ამიტომ 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანების და ამ გაერთიანებული საქართველოსი გამარჯვების თარიღი და ახალი გამარჯვებების დასაწყისი. დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას შემოუერთდება და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ იმ აღშენებლობას, რომელიც ხდებოდა 12 წლამდე კახეთშიც და მთელ საქართველოში. Თხოვთ ყველას 26 ოქტომბერს გამარჯვებისკენ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. ერთიანობით ვიმარჯვებთ. ეხლა მინდა სიტყვა გადავცე ასევე კახელებისთვის ყველაზე საყვარელ გუბერნატორს, ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გუბერნატორს პეტრე ცისკარიშვილს, ჩვენს თანამებრძოლს. მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები ჩემს ყოფილ კოლეგას ლევანს, თვითონაც გუბერნატორი გახდათ. 2004 წელი იყო ზუსტად 20 წლის წინ, როდესაც პირველად სახელმწიფო რწმუნებულის რანგში ჩამოვედი აქ კახეთში, თელავში და ბევრ თქვენთაგანს გახსოვთ მაშინდელი ჩვენი ქვეყანა და მათ შორის ჩვენი რეგიონიც ჩაბნელებული, არ იყო გზები, კრიმინალი, არ იყო გაზიფიკაცია, მხოლოდ შეში ზღუმელები, როგორც მოგეხსენებათ. და იმ პერიოდში მართლა ბევრი გამოწვევა გქონდა. ყველა მიმართულებით სამუშაო იყო. ხელფასები თუნდაც საჯარო სექტორში რა იყო, ყველას ასევე კარგად გახსოვთ 70 და 80 ლარი ისიც ვერ გაიცემოდა, პენსიები იყო გაყინული. აი ესეთ ქვეყანაში მიშა სააკაშვილი როდესაც ჩამოდიოდა ხოლმე კახეთში, იმ წლებში, იმ პირველივე თვეებში გქონდა ხედვა. აი ვიზიონერი ადამიანი რო წარმოვიდგინოთ, რომ აქ კახეთში იქნება განვითარებული ეკონომიკა, იქნება ტურიზმი, იქნება ღვინის მარნები, იქნება ინფრასტრუქტურა და ხალხი იცხოვრებს კარგად. ამას რო უხსნიდა და ამ ყველაფერზე რო ესაუბრებოდა ხოლმე ჩვენს მეგობრებს, თანამოქალაქეებს, თუნდაც იგივე იმ ჩვენი სახელმწიფო რწმუნებულის თანამშრომლებს, უყურებდნენ როგორც არა ამ ქვეყნიურ რაღაც იდეებს, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა ხალხს, რომ ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ სამწუხაროდ ბოლო 12 წელი დავკარგეთ, მაგრამ ასევე დღეს უკვე ვიცით, რომ ეს რეალურად შესაძლებელია. და ამის განხორციელება ჩვენ გუნდთან ერთად მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად შეუძლია და 26 ოქტომბრის მერე, როდესაც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. აი ეს იდეები, აი ეს ხედვები მართლაც იქნება ცხოვრებაში რეალურად გატარებული. მისი სახლი აგერ გიორგი მახსენა ბოტკოველმა, აქედან რამდენიმე კილომეტრშია თუ ასეულ მეტრში არა, პირდაპირ რო წავიდეთ.
და მართლაც სიმბოლურია პატარა სახლი, მარანი, როგორ უყვარდა კახეთი თავის სამშობლო, იქვე არის 1-2 ჰექტარი ვენახი, უვლი და ხშირად ჩამოდიოდა. და გვერდზე რამოდენიმე ასეული მეტრით კიდე გამოვიწიოთ და ვნახოთ ლეგენდარული ულამაზესი გორაკი კუდი გორა. როგორ გადაჭრეს, როგორ დაამახინჯეს და როგორ აჩვენებს ეს რეჟიმი თავის სახეს. რომ ამ რეჟიმის ერთმა-ორმა ჭანჭიკმა იქ იმ კუდი გორაზე შემოსკუპდეს, რომ კარგი ხედი ქონდეს, არ აინტერესებს არც კანონი, არც რამე ნორმა, არც რეგულაციები, ამას რომ თავი გავანებოთ, არ აქვს ადამიანების პატივისცემა. უბრალოდ საღი აზრიც კი არა აქვს, აი ესე როგორ შეიძლება მიაყენოს საკუთარ თანამოქალაქეს შეურაცხყოფა, რომ კუდი გორა, რომელზეც ვიზრდებოდით, ხო? ყველამ ვიცით, კახეთში იყო თუ სხვაგან ცხოვრობდა ადამიანი, ჩამოვიდნენ, ყველამ უნდა ნახონ, როგორ დაამახინჯეს იქაურობა. იმიტომ რომ თავისი ეზო მოიწყოს და თავისი სახლი შემოდგას ზევიდან, რომ კონდეს სხვაზე უკეთესი ხედი და სხვაზე უკეთესი ადგილმდებარეობა. აი ესეთი არის, მათ არ აინტერესებთ, მათ არ უნდათ ევროპა, არ აინტერესებთ კანონი, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა. ეს ფასეულობები მათთვის უცხოა. იმიტომ რომ თუ ამ ფასეულობებით იცხოვრებენ, მაშინ სხვა ხალხს უნდა გაუთანაბრდნენ, მაშინ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატარონ, პოლიტპატიმრები ციხეში არ უნდა ესხდეთ და პირველივე მოსახვევში, პირველივე არჩევნებზე შეიძლება დამარცხდნენ. აი ამისი ეშინიათ. ანუ ერთ მხარეს არის აი ეს არჩევანი, იზოლაცია, კანონი მხოლოდ დანარჩენი ხალხისთვის და არა მათთვის, სიღატაკე, იმიტომ რომ თვითონ უნდა იშოვლონ მილიონები, თვითონ უნდა შეინარჩუნონ ძალაუფლება, ეს მათი მთავარი ფასეულობაა და მეორე მხარეს არის ევროპული განვითარებული პროგრესული საქართველო. აი ამ ორ დიდ იდეოლოგიას შორის ვაკეთებთ არჩევანს, მეგობრებო და მე მგონი 26 ოქტომბერს ყველამ ვიცით რა პასუხი უნდა გავცეთ ამ ოცნების 12 წლიან მმართველობას და რომელ პარტიას და რომელ ერთიანობას შეუძლია დაამარცხოს და დაუსვას წერტილი აი ამ მახინჯ რეჟიმს. მე მგონი ესეც ძალიან კარგად ვიცით, მეგობრებო. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო და რესპუბლიკა, სადაც ყველა ადამიანს აქვს წარმატების, მათ შორის რა თქმა უნდა ფინანსური და ეკონომიკური წარმატების შესაძლებლობა და შანსი. აი ესეთი ხედვა ქონდა და აქვს კიდევაც მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ჩვენი პარტიის და ჩვენი ერთიანობის ღირებულებაც, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც იშრომებს, ვინც მოინდომებს, ვისაც კარგი გაგებით ამბიცია ექნება, ამის შესაძლებლობაც უნდა ქონდეს. და არა მხოლოდ ერთეულებისთვის, რომლებიც ხელისუფლებაში არიან მოკალათებული და რომლებისთვისაც კუდი გორის გადაჭრაც კი შესაძლებელია, იმიტომ რომ მათ არ აინტერესებთ კანონი და მათ არ აინტერესებთ საკუთარი თანამოქალაქეების პატივისცემა. ერთ რაღაცას მინდა მეგობრებო ასევე მივაქციოთ ყურადღება. სწორედ ის გუნდი, ჩვენი ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ვისაც ყველაზე მეტად ებრძვის რეჟიმი, ვისი გაქრობითაც იმუქრება თუ პირდება თავის ამომრჩევლებს, ვის გასამართლებასაც აპირებს. სწორედ ეს გუნდი ძლიერდება ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად. სწორედ ჩვენი გუნდი, ჩვენი პლატფორმა კიდევ უფრო ფართოვდება, ახალ ხალხს იკრებს, ჩვენ გვაქვს მუდმივად შეხვედრები რეგიონებში, ქალაქებში და მეორე მხარეს, როდესაც დგას ოცნება და ხალხს ეუბნება, რომ აი ეხლა იმიტომ ამირჩიეთ, რომ მომავალში საერთოდ არჩევნები აღარ ჩატარდეს და მარტო მე ვიყო, აღარ არსებობდეს არანაირი სხვა პოლიტიკური გუნდი, სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია, მხოლოდ მე დავრჩე და პრაქტიკულად არჩევნებიც აღარ გვჭირდება, ხო? ხმის მოცემაც არ დამჭირდება, მე ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. აი ასეთ საქართველოს, ასეთ მიდგომას გვპირდება და აქვს ამის პოლიტიკური თავხედობა, რომ ეს შესთავაზოს საკუთარ ხალხს და მეორე მხარეს ჩვენ გეუბნებით დემოკრატიას, სწრაფ განვითარებას, პროგრესს და ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს, რასაც ასევე პოლიტიკურ თავისუფლებასთან ერთად ეკონომიკური თავისუფლება და წარმატებაც მოყვება და ეკონომიკური წარმატება, როგორც წეღან გითხარით, არის ის ფასეულობა, რაც ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ მოქალაქეს ესმოდეს, რომ მისი შანსია და მისი შესაძლებლობა არის. არ შემიძლია ორიოდე სიტყვით, ბოდიში ცოტა შეიძლება კი გამიგრძელდა, მაგრამ აქ მეგობრებმაც, თინამაც ისაუბრა, გიორგიმაც ვენახზე და ყურძენზე. სტატისტიკა უნდა მოგიყვანოთ, იმიტომ რომ ჩემი რაღაც შეხება ამ სფეროსთან მეც მქონია. 2012 წელს საშუალოდ ერთი ბოთლი ღვინო, რომელიც ექსპორტზე გადიოდა, ღირდა $3.50. ლარებში იმიტომ არ გეუბნებით, კურსი შეიცვალა, დოლარსაც თავისი ინფლაცია აქვს, მაგრამ ვისაუბროთ მყარ ვალუტაში, მოდი ასე ვთქვათ. $3.50 ღირდა მაშინ.
სწორი, კარგი ჯანსაღი მუშაობა რო ყოფილიყო, სწორი მიდგომები, ის რეფორმები რაც ჩვენ ქონდა დაგეგმილი, ეხლა უნდა ყოფილიყო 4.5 $5 კონსერვატიული გათვლებით, იმ დოლარსაც თავის ინფლაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება $5-ზე ცოტა მეტიც. ეხლა რამდენი არ გაინტერესებთ? $2.2 ჩამოვიდა საშუალოდ გაყიდული ღვინის ბოთლის ფასი, რომელიც ექსპორტზე გადის. $2.2. და იმ ბაზარზე, რომელზეც მიბმული ვართ რუსეთზე, იქ რო გადავიანგარიშოთ, ეს ევროპული და დასავლური ექსპორტები ცოტა საშუალო არითმეტიკულს ზრდის. რუსეთზე რო გადავიანგარიშოთ, ჩამოვდივართ სადღაც $1.2-1.3 30-ად ყიდიან ხალხნო ესენი იმ სითხეს, რასაც ღვინოს უწოდებენ. $20-30-30. თქვენ ყველამ კარგად იცით, ხო? ბოთლის, ეტიკეტის, საცობი, ჩაჩი, ბოლოს ყუთში უნდა ჩააწყო, ხო ის ბოთლები. ეს ყველაფერი $1-მდე ჯდება. ანუ 20 ცენტის 30 ცენტის სითხეა ასხია შიგნით, ხო? აი საიდან მოდის დაბალი ფასები ყურძენზე და რატომ არ აქვს გლეხის შრომას ფასი. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეს რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ქართული ღვინო უნდა იყოს ყველაზე მაღალ, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სეგმენტში, თავისი ხარისხით, თავისი ღირებულებით და მაშინ ეს რა თქმა უნდა, სწორედ აი იმ რეფორმის გათვალისწინებით გიორგი ბოტკოველი რაზეც საუბრობდა, პატარა მარნები უხარისხო ღვინოს არასდროს არ ჩამოასხავენ. აქ რო კარგი და ხარისხიანი ღვინო იქნება, ის დიდი ქარხნების იძულებული გახდებიან გააუმჯობესონ საკუთარი ხარისხი. მაღალი ხარისხის ღვინო, მაღალი ღირებულება, მაღალი ფასი ასევე გადაითარგმნება და გადმოვა მევენახეზე და ყურძენზეც. ეს მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მეთქვა. ამიტომ კიდევ ერთხელ ხმა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს გეგმა, რომელსაც აქვს ხედვა და რომელიც საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. და უარი უნდა უთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას, რასაც აღარც კი მალავენ და პირდაპირ ხალხს ეს ეუბნებიან და თავაზობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. დიდი მადლობა, ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი. ეხლა კი სიტყვას გადავცემ ჩვენი ერთიანობის ერთ-ერთ ლიდერს, გამორჩეულ პოლიტიკოს, რომელსაც ასევე ძალიან დიდი გეგმები და ხედვები აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, გიორგი ვაშაძე, მეგობრებო. მოგესალმებით, კახელებო, როგორ ხართ? პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნება მარცხდება და ვიმარჯვებთ ჩვენ. იმარჯვებთ თქვენ. 26 ოქტომბერს ქართული ოცნების დამარცხების დრო მოვიდა. იმიტომ რომ მათ მოაქვთ ბოროტება, მათ მოაქვთ დაპირისპირება, მათ მოაქვთ ყველაფერი ის, რაც ღირსებასთან შეუთავსებელია. ქართველი ხალხი არასდროს ბოდიშს არ მოიხდის მტრის წინაშე და ამას ჩვენ 26 ოქტომბერს ვაჩვენებთ ყველას. თელ მსოფლიოს. ქართული ოცნება შერიგებაზე საუბრობს. არადა მთელი 12 წელი, მთელი მათი მმართველობა აგებული არის დაპირისპირებაზე საქართველოში. ვინ შეარიგეს? დააპირისპირეს ხალხი, გადაკიდეს ერთმანეთს, მტრის ხატის ძიება, მუდმივად გადაბრალება სხვაზე. მე მივმართავ აქედან ივანიშვილს, ეს არის შერიგება, რაც ახლა საქართველოშია? ეს დახლეჩოა. აი შერიგება და ერთიანობა მოგვაქვს ჩვენ. დიახ, ჩვენ მოგვაქვს ერთიანობა, ეროვნული თანხმობა, საქმის კეთება, განვითარება. ეს ჭირდება დღეს საქართველოს. მობეძდა ქართულ ადამიანს ჩართავ ტელევიზორს, მუდმივად ლანძღვა, გინება, საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალია. ყველაფერი მიშა სააკაშვილის ბრალია. ხალხო 12 წელია ხართ ხელისუფლებაში, თქვენს თავს დაუსვით, კითხვა რა გააკეთეთ საქართველოში? რა მოიტანეთ საქართველოში? კითხვა დაუსვით თქვენს თავს. მოიტანეთ მეტი გაჭირვება, მოიტანეთ კორუფცია, მოიტანეთ კრიმინალი, მოიტანეთ ნარკომანია და მოიტანეთ რუსეთი. მეტი რა მოიტანა ქართულმა ოცნებამ? ჩვენ მოგვაქვს ევროპა, ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა, ჩვენ მოგვაქვს განვითარება, ჩვენ მოგვაქვს ერთიანობა, ჩვენ მოგვაქვს ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და ძლიერი ქართული ოჯახი, რაც თავარია. აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. დიახ, ჩვენ გვინდა ერთიანობა და კეთილდღეობა, მათ უნდა დაპირისპირება და დახლეჩვა. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ევროკავშირის პასპორტი, როგორც ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში. მათ უნდათ რომ
ის უვიზო მიმოსვლაც კი რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, ესეც კი შეგვიწყვიტონ. ჩვენ გვინდა რომ უვიზო მიმოსვლა დავიწყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათ უნდათ რომ ამერიკამ ტრად გამოაცხადონ. ჩვენ გვინდა რომ 14 მილიარდი მოვიტანოთ. მათ უნდათ რომ მარტო თვითონ იყოთ კარგად ბიუჯეტის ფულის შეხრან და ხალხი იყოს უკიდურეს გაჭირვებაში. აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. და როგორ შეიძლება რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს ამ არჩევნებზე? მართლაც, რა ვიცი, პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც გააქცია მილიონი ადამიანი ქვეყნიდან. შეხედეთ დემოგრაფია რა მდგომარეობაშია ხალხო. 20,000 შემცირდა შობადობა ქვეყანაში. 20,000 შემცირდა ხალხო, ისედაც 60,000 ბავშვი იბადებოდა ქვეყანაში. 20,000 შემცირდა. როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს, სადაც დემოგრაფიული კატასტროფაა? აი ამიტომ ვამბობ ჩვენ, მაგალითად, აი ჩვენ პასპორტში, რომელსაც ურიგებთ ყველას, რომ ყველა ოჯახს, ყველა მშობელს პირველ ბავშვზე თვეში 500 ლარი ექნება დახმარება, მეორე ბავშვზე თვეში 1000 ლარი, მესამეზე 1500 ლარი და ასე შემდეგ. დიახ, იმიტომ რომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა მეტი ოჯახი, მეტი შობადობა, მეტი ბავშვები, მეტი განვითარება საქართველოში. გამოდიან და ამბობენ ხალხი დავასაქმეთო. სირცხვილი არ არის ეს. აი სირცხვილი არ, ნეტა თუ არ სხვენიათ მართლა რა. გაიარეთ, სად არის სამუშაო ადგილი საქართველოში? და 300 ლარს და 200 ლარს ადამიანებს უხდიან, ამას სამსახურს ეძახიან ესენი. არა მეგობრებო, საქართველოში ჩვენ შემოვიტანთ 14 მილიარდს და მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი, საშუალო ხელფასი 3500 ლარი. აი ამის პირობას გაძლევთ ჩვენ. ახლა აუცილებლად მინდა ვისაუბრო ღვინის და ყურძნის ფასთან დაკავშირებით. 12 წლის მანძილზე. დამეთანხმებით, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა. შაქარი სამჯერ ძვირი ღირს, ზეთი სამჯერ ძვირი ღირს, პური სამჯერ ძვირი ღირს. ხოსორია, შხამქიმიკატები, რა ვიცი, კატასტროფული ფასი აქვს, ისიც ბევრი ყალბი და ფალსიფიცირებული შემოდის. მე კითხვას ვსვავ, ყურძნის ფასი რატო არ გაიზარდა ქვეყანაში? ყველაფერი თუ გაძვირდა სამყაროში, ყურძენი გაიაფდა? აი ეს არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ ჩამოაყალიბეს მონოპოლია, თვითონ ჯიბეში მიაქვს მთელი ფული, კახელ მევენახეს არაფერი, მათ ყველაფერი. გაივლი კახეთში აშენებული არის ქარხნები, ვისია ეს ქარხნები? ქართული ოცნების დეპუტატების, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების. აბა კახელმა მევენახემ და გლეხმა მიიღო რამე? მილიარდები დახარჯეს და საწავიდა ეს მილიარდები ისევ მათ ჯიბეში. აი ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ ჩვენ 26 ოქტომბერს აუცილებლად. მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი და აი ხა სადაც გავართ უბრალოდ, აი გაიხედეთ, აი სასტუმროა მაგალითად როიალ ბატონი, იქეთ იუსტიციის სასწავლო ცენტრი უსწრაფესად აგვაშენებინა, ყვარლის ტბა, ხალხი იძახდა, რა ილიას ტბა, რა ყვარლის ტბა, ლოპოტა აქედან რამდენიმე კილომეტრში. ლოპოტაზე პირველად რო თქვით, რომ ტურისტული ცენტრი იქნება, მიშამ რო თქვა. ხალხმა სიცილი დაიწყო, რა უნდა ლოპოტაზეო ტურისტულ ცენტრსო? რა ლოპოტაო, რის ლოპოტა, საიდან მოიტანაო? აბა ჩავიდეთ ახლა. ლოპოტა რა არის? აი ეს არის ხედვა და ეს არის სამშობლოს სიყვარული. მაგრამ მათ უნდათ რომ მარტო მართლაც როგორც პეტრემ თქვა, თა გადაჭრან აქ, თავისთვის სასახლე აიშენონ და ღარიბმა ადამიანებმა მათ მდიდრულ სასახლეებს უყუროს. ეს არ არის საქართველო, ამას ჩვენ არ ვაპირებთ რომ შევეგუოთ არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ განვითარება წინსვლა და იმ 14 მილიარდში, რომელიც მოგვაქვს, აი გიორგი მას თქვა ბოტკოველმა, ხო? 120 მილიონი მევენახეები, მარტო მევენახეობისთვის, იგივე სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე მინიმუმ მილიარდი ევრო მოდის. აქ მარტო ვაზზე ხო არ არის ეხა კახეთში მეხორბლეობა, ხო? აი შეხედეთ, კაცო, როგორ შეიძლება რომ ხორბლის მოსავალი ულპებოდეს ადამიანს? პურის დეფიციტია მთელ მსოფლიოში. მაგრამ ისევ ფქვილის და ხორბლის მონოპოლია რუსეთზე მიბმული ბოლომდე ეს ყველაფერი, მათ ყველაფერი ხალხს არაფერი. ყოველ სეზონზე ხალხი პროტესტით გამოდის, აგერ მილპება მოსავალი, რამე მიშველე, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მოვითმინოთ? წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებლად დიდი გამარჯვება 26 ოქტომბერს. მე მინდა ცალსახად და ხაზი გაუსვა. კახეთში ჩვენ მყავს ძალიან მაგარი გუნდი. გიორგი ბოტკოველის ხელმძღვანელობით, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით, პეტრე ცისკარიშვილიც თუშია, მაგრამ კახელია, ასე თქვათ და ბევრი თქვენ ვინც აქ ხართ, ხალხო, თქვენ ხართ საქართველოს ნამუსი და სინდისი.
თქვენ რო არ იყოთ საქართველოს ფეხზე არ იქნებოდა. თქვენ რო არ იყოთ, ეხლა აქ იქნებოდა რუსეთი. თქვენ რო არ აკავებდეთ ეხლა ქართულ ოცნებას და არ იბრძოდეთ საქართველოსთვის. ეხლა ევრაზიულ კავშირში იქნებოდა საქართველოს გაწევრიანებული. მაგრამ ვეუბნევით აქედან ივანიშვილს ვერა და არა და არასდროს. ილია ჭავჭავაძის სამშობლოდან გეუბნევით, საქართველოს ბოდიშს არ მოიხდის, საქართველოს წავა ევროპისკენ, საქართველოს წავა განვითარებისკენ, საქართველოს წავა იმ დიდი სივრცისკენ, რომელიც ქართული გენის დიდ რეალიზების შესაძლებლობას მოგცემს. 26 ოქტომბერი არის მართლაც რეფერენდუმი. ერთ მხარეს არის სიღატაკე იზოლაციაში, მეორე მხარეს არის კეთილდღეობა ევროკავშირში. ძალიან მკაფიოა არჩევანი. მერწმუნეთ, ბევრი ადამიანი, ვინც ხმამაღლა არ ამბობს, ის ადამიანიც მივა ურნასთან, საარჩევნო ურნასთან და გააკეთებს პოზიტიურ არჩევანს საქართველოს განვითარების სასარგებლოდ. ჩვენ წავალთ წინ, ისინი დარჩებიან იმ ჭაობში, რომელსაც ამდენი ხანი იშენებდნენ. ჩვენს გვერდით არის მთელი სამყარო, ამიტომა რომ ხედავთ იქ სანქციებზეა საუბარი, ამასაც მინდა შევეხო, რა ტიპის სანქციებზეა საუბარი. ამოვიკითხოთ კარგად. ივანიშვილს ეუბნებია, რომ შენ ააწყვე ტრანსნაციონალური კორუფციული დანაშაულებრივი სისტემა. ერთი, ეუბნებიან, რომ რუსული სადაზვერო სამსახურების დავალებას ასრულებ და რუს ოლიგარქებთან ერთად ფულს აკეთებ. 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, ამას დაპირდა ხალხს? ამას დაპირდა? ამიტომა რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის სიკეთე, ჩვენ მხარეს არის გამარჯვება და წინ დიდი გამარჯვებისკენ. აბა 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ. ქართული ოცნება მარცხდება, მთავარია დავიჯეროთ ეს ჩვენ და ჩვენ ვიმარჯვებთ. სიმართლე იმარჯვებს. დიდი მადლობა.